ქართული საზოგადოება ერთგვარად მიეჩვია, რომ ყველა ავტორიტეტულ ორგანიზაციაში საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით კრიტიკული, ასე ვთქვათ, ანგარიშები იდება. აი, რითია ეს დოკუმენტი განსხვავებული, რამდენად აქვს მას ჩალის ფასზე მეტი და რაც მთავარია, რა შეიძლება იყოს ამ ანგარიშის შედეგი. მოსკოვის მექანიზმი არის 11-ჯერ ამუშავებული დაახლოებით 10-11 ასე ითვლება, იმიტომ რომ უკრაინა, რუსეთის ამბავზე რამდენჯერმე ამუშავდა ეს მექანიზმი. პირველი რასაც მე ყურადღება მივაქციე ის, რომ თუ არ ჩავთვლით ამ მექანიზმის ამუშავებას უკრაინა-რუსეთის ომის საკითხზე, რუსეთის აგრესიის საკითხზე, როდესაც 45 ქვეყანა იყო ამ მექანიზმის ამუშავების ინიციატორი. საქართველო არის მეორე ადგილზე. 38 ქვეყნის მოთხოვნით ამუშავებულა ეს მექანიზმი. ჩვენ შემდეგ დანარჩენი 7-8 შემთხვევა ეს იყო სულ 10-14 ქვეყანა გამოდიოდა ინიციატორად ამ მექანიზმის ამუშავებას. ეს რიცხვი რას ამბობს თავის მხრივ, რადგან ეს არის ევროპული კონსენსუსი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, როდესაც 38 ქვეყანა ეუთოში შემავალი ითხოვს ამის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და საექსპერტო დასკვნის წარმოჩენას, ეს ძალიან რთულია დააბრალო რომელიმე ერთ-ორ მიკერძოებულ სახელმწიფოს და ასე შემდეგ, ხო? მაშინ შედიან დიდი ქვეყნებიც, პატარა ქვეყნებიც, ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც, ანუ გეოგრაფია არის სრული ევროპის მოწრული იმ ქვეყნებით, რომლებიც ითხოვენ საქართველოს მოსკოვის მექანიზმი რას ნიშნავს, ხო? ითხოვენ მეტ ინფორმაციას, ქმნიან საექსპერტო ჯგუფს, რომელსაც უნდა წარმოადგინოს დასკვნა. ეს დასკვნა არის წარმოდგენილი. მე წავიკითხე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოსვლა, სადაც ის რიტორიკა, რომელთაც ჩვენ პასუხობთ, რომ არის მიკერძოებული, შეიცავს ფაქტობრივ უზრუნველყოფას, პოლიტიკურად მოტივირებული. 11 შემთხვევიდან 33 შემთხვევა იყო, როდესაც იმ ქვეყნებმა, ვის მიმართაც გამოიყენებოდა ეს მექანიზმი, გააპროტესტეს და მოსკოვის მექანიზმის განხორციელების პროცესის მიმდინარეობისას თქვეს, რომ ეს არის მიკერძოებული მექანიზმი. რომლები იყვნენ ეს ქვეყნები? ეს იყო თურქმენეთი, ეს იყო რუსეთი და ეს იყო ბელორუსი. ჩვენ ვართ მეოთხე, რომელიც ვამბობთ, რომ არ ვენდობით ამ მექანიზმს. საკმაოდ ცუდი, ასე ვთქვათ, წუწრეში მოვხდით, ხო? თუმცა ბუნებრივია. ეხლა მარტო ამ ფაქტების ერთობლიობა ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ ვითარება არის საკმაოდ სერიოზული. იმ არასერიოზულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რასაც მე ვხედავ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, დღეს განსაკუთრებით პიკი იყო საერთოდ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოვარდა და აი ბირჟაზე რო ძველი ბიჭები, ნასვამი ძველი ბიჭები ბოდიში და ბლატაობენ, ისე დაიწყო ლაპარაკი, რომ სახეზე ავაფარებთ დოკუმენტებს და სასწაული არის პირდაპირ, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ასე არ შეიძლება პოლიტიკოსი ლაპარაკობდეს, მერე სახელმწიფო თანამდებობის პირი ლაპარაკობდეს და მე რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი, რომელიც სრულიად შემთხვევით არიან მოხვედრილი ერთი კაცის აჩებებით არიან ხელისუფლებაში მოხვედრილი, პოლიტიკური გაათვლილების მათ არ ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ან მათ დაიჯერეს ის, რაც თავის დროზე რუსებს ჯეროდათ, რომ ევროპა საერთოდ იგნორირებს, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, ჩვენ აი პირდაპირ ამერიკელებს უნდა ველაპარაკოთ და ევროპა ყველაფერს გადაყლაპავს და ყველაფერს მოითმენს და ამიტომ შეიძლება ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენო გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ასე შემდეგ, ხო? ამისათვის ქვეყნები იშებიან. სახელმწიფოები იშებიან საკუთარი მთავრობების დაიჯება ქართული ოცნებაც, აი რისი არა, ქვეყანა დაიჯება, როგორ შეიძლება შეფასდეს, აი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება იქით გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დადებულ ანგარიშზე და იქით ამბობს, რომ ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც თავის მხრივ ეჭქვეშ აყენებს თვითონ ეუთოს საბოლოო სახელმწიფოს დაიშაჭა სერბეთის, საბოლოო ჯამში სერბეთის დაისაჭა.
ბელორუსიაში მარტო ლუკაშენკო არის დაჟილი თუ ბელორუსი არის დაჟილი, რომელიც სანქციების ქვეშ არის და რომელიც მილიონობით კაცი გაქცეული არის ქვეყნიდან. სხვა შემთხვევებით ჩვენ ბოსნია-ჰერცეგოვინა ვნახოთ. ხალხო, ნუ მოვიტყუებთ თავს, მთავრობის დაჟა ნიშნავს სახელმწიფოს დაჟა. სახელმწიფოსაც შეეხება და ჩვენ შეგვეხება ყველას ეს ის იდიოტობა, რასაც შედის საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ რომ თუ შენ არ შეგიძლია დიპლომატიურ ენაზე, თუნდაც არ მოგწონდეს რაღაცები, დიპლომატიურ ენაზე ილაპარაკოთ ევროპის სახელმწიფოებთან, იმ ევროკავშირის სახელმწიფოებთან, რომლის შესვლასაც იცახი, რომ მიზანში გაგდა ამ დროს ამ პარლამენტის პატრონი ევროპარლამენტზე რო იცახი, რომ საბჭოთა კავშირის ყრილობას ვაგონებს, დეპუტატთა ყრილობა ჯერ სადუნახია იმას, დეპუტატთა საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობა, მაგრამ ამ პარლამენტის პატრონი ევროპას ეუბნებოდეს, რომ საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობას გავს თქვენი პარლამენტიო, ნუ იცი რა, ხანდახან ჩება შტაბ-ჭრილება, რომ აი რუსებს დაემართათ თავის დროზე, იმდენი იძახეს, რომ უკრაინაში რო შევალთ, რომ იმდენი ატყუეს პუტინის და თავის დააჭრო, უკრაინაში რო შევალთ და თავის იქ ხალხი სიამოვნებით დაგვხვდება და ყვავილებით დაგვხვდება, ეს სოლოვიოვის და ამადი პროპაგანდა თავად დაიჭრა. ეხლა მგონია, რომ ამა ისეთ შტაბ-ჭრილება მრჩება, რომ ამა დგუნიათ, რომ აი იმედის და შალვა არამიშვილის და იმით გადაცემებით ხალხს რო აბოლებენ, ესე არის დაბოლებული ევროპა და ელემენტარულად მოხდებიან და რა წერია, მე რა წავიკითხე ხო. ყველაფერი ვერ მომასარი. ადგილი ქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის არ ქონდა. ანუ კადრები არ არის, პირველი არხი ჟურნალისტი რომ მოგვიდა ვიღაცა მუტრუკი რომ დაეტაკა და კიდე ამ კისერი მოგვიჭა. ირაკლი რო გავარცედეს. ამ ფაქტებზე არ არსებობს, რომ ვიტყვით, თუ შალვა რამიშვილი რო იტყვის, არაფერი არ მოხდა, რომ ასე ევროპელებიც ასე დაიჯერებენ, როგორც ესენი აჯერებენ თავიანთ მომხრეებს. ბატონო ირაკლი, აი ამ ანგარიშის დიახ დაასრულეთ და გამოხატვის თავისუფლება, კანონები, რომელიც მიიღო მთავრობამ მიტინგების და დემონსტრაციების შესახებ, როდესაც აკრძალულია ტროტუარზე, არ არის შეზღუდვა იმ პირობებთან შედარებით, რა კანონიც ჰქონდა. ეს ხო მარტივი არის. აიღებ რა ეწერა, კითხულობ რა წერია და აქ მეტი შეზღუდვაა. და ასე არის ყველაფერში, ეს ხო ფაქტები არის. მე არ ვიცი რა საპროტესტებენ, რა შეცდომა დაიჭერს, ერთ დავინახეთ საქართველოს რესპუბლიკა უწერიათ საქართველოს და ნუ ეს რა გაუკეთებიათ რა. მაგრამ მაგი არ არის იქ თავარი. თავარი არის რომ ხელისუფლებას თქვეს მიმართეს სახელმწიფო ექსპერტთა ჯგუფმა მიმართეს ეუტოს სახელმწიფოს და უთხრა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ ჰააგის სასამართლოს. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. აი სულ არ მაინტერესებს არ პატრიოტიზმი არც არავის. ბატონო ირაკლი ვისაუბროთ